7 ნოემბერი 2 წლის შემდეგ ოპოზიციამ ისევ საპროტესტო აქციებით აღნიშნა პარლამენტის საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეკომპანია იმედი და სახალხო დამცველის ოფისი. ეს გზა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაიარეს. იყვნენ იქ, სადაც ჩარშან წინ ცნობილი მოვლენები განვითარდა. არასაპარლამენტო ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის შედეგებით შეაჯამა და საკუთარ შეცდომებზეც ისაუბრა. ნინო შურღაია დეტალებით. არასაპარლამენტო ოპოზიცია 7 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის შედეგების შესაჯამებლად შეიკრიბა. შეკრებაზე თითოეულმა მათგანმა საკუთარი ანგარიში წარმოადგინა. განსაკუთრებული ყურადღება ამ ანგარიშებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და საარჩევნო პროცესზე გამახვილდა. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. რედისონში გამართულ შეკრებაზე თავის გამოსვლაში ოპოზიციის ლიდერები ყველაზე ხშირად აგვისტოს ომს და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს ახსენებდნენ. ჩემთვის ეს თარიღი ორმაგად უფრო მძიმეა იმიტომ, რომ მე ვიცი ზუსტად, დიახ, 2007 წლის 7 ნოემბრის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი. დიახ, 2007 წლის 7 ნოემბერს არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ მომხდარიყო ის, რაც მოხდა, არ არსებობდა. კონსტიტუციის დარღვევა ქვეყნის პირველი პირის მხრიდან იწვევს მისი იმპიჩმენტის საკითხის და პროცედურის დაწყებას. შედეგად ჩვენ მივიღეთ ხელყოფილი კონსტიტუცია, პრეზიდენტის განუსაზღვრელი ძალაუფლება, პრეზიდენტის მორჩილი ფაქტიურად ერთპარტიული პარლამენტი, პროკურატურას დაქვემდებარებული სასამართლო ხელისუფლება, რომელიც პრაქტიკულად დღეს არ არსებობს. ყველანაირი ფორმა, რაც არსებობს პოლიტიკური ბრძოლის, მე ვამბობ, გამოყენებული იქნა. ვერც ერთი ჩვენთაგანმა ვერანაირი პოლიტიკური გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე ვერ მოვახდინეთ. ეს რეჟიმი მიექანება ტოტალიტარიზმისკენ. შეკრებაზე ლევან გაჩეჩილაძე სიტყვით არ გამოსულა. სააკაშვილის მმართველობა მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა. საქართველოს ისტორია ის ნაბიჯებს შეაფასებს როგორც საქართველოს და ქართული ხალხის ღალატს და ამას პრეზენტაცია ერთი და იგივე უნდა ყოფილიყო, ამიტომ ვამჯობინე, რომ მომესმინა. სასტუმრო რედისონის შეხვედრის დასრულებისთანავე საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაიწყო. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობოები იყვნენ, თუმცა ზუსტად 2 წლის წინ განვითარებული მოვლენები მათთან ერთად არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს. ამ აქციის ძირითადი მიზანია იმ პროტესტის დაფიქსირება, რომელიც 7 ნოემბერთან გაკავშირებით ქართულ საზოგადოებას გაუჩნდა. ანუ გულისხმობ 2007 წლის 7 ნოემბერს. და ამავე დროს ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ის მოთხოვნები, რომელიც გამოც 7 ნოემბერს 100,000-ობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, დღესაც აქტუალურია, პრობლემურია და უფრო გაღრმავდა, ვიდრე მაშინ იყო. ჩემი შეფასება არის ის, რაც მალე დამთავრდება ეს კოშმარი საქართველოში, მით მალე დაიწყება ყველაფერი კარგი. აი ეს არის ჩემი შეფასება. და ყოველთვის იქნება პროტესტი ქვეყანაში, სანამ იქნება ეს იხვები. გასაგებია? საპროტესტო აქცია მოგვიანებით რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა. ესეთი რაღაც აღარ უნდა გამეორდეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ჩვენი მოთხოვნები არის ის, რომ ქვეყანაში განთავისუფლდეს პოლიტპატიმრები, იმედი თქვენი დაუბრუნდეს კანონიერ ფლობელს, საზოგადოებრივი ტელევიზია დაუბრუნდეს ხალხს და მოქალაქეებს და ჩატარდეს ქვეყანაში, რაც თავარია, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. 7 ნოემბერია პოლიტიკური ლიდერებისთვის და რაც თავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, ამიტომ ჩვენ მათ მიმართ სოლიდარობის და სიმპათიის და პატრიოტიზმის ნიშნად ვართ აქ. მე რაღაც განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას დღევანდელ დღეს ფართოდ რომ გითხრათ არ ვანიჭებ. ჩვენთვის ეს რაღაც მორიგი პოლიტიკური ეტაპი არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მეთოდებით მომავალშიც. მესამე სექტორის წარმომადგენლების ნაწილი 2007 წლის 7 ნოემბრის ფაქტების გამოძიებას ითხოვს. საკუთარი მოთხოვნამაც სახალხო დამცველს წერილობით გადასცეს. ამავე მოთხოვნით სახალხო დამცველს იმედის ყოფილმა ჟურნალისტებმაც მიმართეს. ტელეკომპანია იმედთან დღეს მდუმარე აქცია გამართა ორგანიზაციამ რატომ და ტელევიზიის შენობასთან საფლავის 2 ქვა დატოვა. 7 ნოემბერი 2 წლის გადასახადიდან ოპოზიცია გაზაფხულზე არჩევნების ჩატარებას ითხოვდა, ხელისუფლებამ კი აქციის მონაწილეების მოთხოვნები არ გაითვალისწინა. პოლიტიკური ბრძოლა მწვავე დაპირისპირებით დასრულდა. რატომ ვერ მოხერხდა სიტუაციის განმუხტვა და როგორ აფასებენ მაშინდელ მოვლენებს დღეს ნახეთ ლევან ჯორბენაძის სიუჟეტში. 2 წლის წინ შემოდგომაზე პოლიტიკური ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარების მოთხოვნით გააქტიურდა. მიშა გეშინოდეს მოვდივარ!
ხელისუფლებამ ოპოზიციას საკუთარი წინადადებები შესთავაზა, მათ შორის საარჩევნო ბარიერის დაწევა და პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის უფლების შეზღუდვა. შეთავაზებები ოპოზიციამ არ მიიღო. ჩვენ უკანასკნელი კაპიკებით, უკანასკნელი ბენზინით, უკანასკნელი ფეხსაცმელით მოვედით უანგაროდ სამშობლოს დასაცავად. ჩვენ ვითხოვთ, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, დაინიშნოს არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში.